რა არის მინის ბოჭკო და როგორ მზადდება იგი? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დაფიქრებულ ხარ თუ არა, ოდესმე როგორ შეიძლება რომ თითქოს მყიფე მასალები, როგორიცაა მინა, გადაიქცეს სუპერ გამძლე სტრუქტურებად, რომლებსაც შეუძლიათ გაამაგრონ ავტომობილები, გემები და თუდაც ქარის ტურბინები. ამ პარადოქსის უკან დგას მინის ბოჭკო, ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მასალა თანამედროვე ინდუსტრიაში. მაგრამ რა განსაზღვრავს ზუსტად ამ კომპოზიტს და რომელი ქიმიური და ფიზიკური პროცესები უზრუნველყოფს მის წარმოებას? მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, რა არის მინის ბოჭკო? მინის ბოჭკო, ტექნიკურად სახელწოდებით მინის ბოჭკოთი, გამაგრებული პოლიმერი, ანუ მინის ბოჭკოთი გამაგრებული პოლიმერი არის კომპოზიტური მასალა. იგი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: მინის ბოჭკოებისგან, რომელიც წარმოადგენს გამაგრებას, და პოლიმერული ფისისგან, რომელიც არის მატრიცა. ბოჭკოები, რომელთა დიამეტრი მერხეობს 5-დან 25 მიკრომეტრამდე და ბევრად თხელია ვიდრე თმის ღერი, უზრუნველყოფს მექანიკურ სიმტკიცესა და სიმყარეს. ფისი, რომელიც ჩვეულებრივ პოლესტერია, ეპოქსიდური ან ვინილესტერი, მოქმედებს როგორც ცებო, ანაწილებს დატვირთვებს და იცავს ბოჭკოებს. მაგრამ როგორ დაიწყო მინის ბოჭკოს ისტორია? მასალების ბოჭკოებით გამაგრების იდეა ახალი არ არის. მე-18 საუკუნეში ფრანგები მინის ძაფებს ქსოვილებში ცდიდნენ, მაგრამ სამრეწველო ტექნოლოგია მხოლოდ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში განვითარდა, რასაც ხელი შეუწყო Owens Corning Fiberglass კორპორაციამ. კომპანიამ შეიმუშავა სიცოცხლის უნარიანი მეთოდი უწყვეტი ბოჭკოების მასშტაბურად წარმოებისთვის, თავდაპირველად თბოიზოლაციისთვის. გადამწყვეტი წინსვლა მოხდა მაშინ, როცა გააცნობიერეს, რომ ბოჭკოების განლაგება ფისში შეიძლებოდა. მექანიკური თვისებები პრინციპი, რომელიც დღესაც ცენტრალურია და როგორ იწარმოება მინის ბოჭკო. პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: ბოჭკოების წარმოებას და კომპოზიტის ფორმირებას. მინის ბოჭკოების წარმოებაში ძირითადი ნედლეულია სილიკა, რომელიც მიიღება კვარცის ქვიშიდან. დნობის წერტილის შესამცირებლად და თვისებების დასარეგულირებლად ემატება მინერალები, როგორიცაა კირქვა, რომელიც იშლება კალციუმის ოქსიდად, ალუმინა ქიმიური მდგრადობისთვის და ბორის ოქსიდი, რომელიც ამცირებს დნობის მინის სიბლანტეს. ნარევი დნება ღუმელებში დაახლოებით 1400 გრადუს ცელსიუსზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება თხევადი მინა. შემდეგ ეს მასალა გადის ბუშინგებზე, რომლებიც პლატინის ფირფიტებია მიკროხრელებით. მექანიკური დაჭივის შედეგად მინა გადის ხრელებში და წარმოიქმნება უწყვეტი ბოჭკოები, რომლებიც სწრაფად ცივდება წყლით. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ გაწევის სიჩქარე შეიძლება მიაღწიოს 3000 მეტრს წუთში. და მოულოდნელი გაცივება ხელს უშლის კრისტალიზაციას, რაც ინარჩუნებს მინის ამორფულ სტრუქტურას. გადახვევამდე ბოჭკოებს უსვამენ საფარს ან სილანებზე დაფუძნებულ ზომას. ეს დამუშავება ხელს უწყობს შემდგომი ფისით მიერთებას და იცავს აბრაზიისგან. კომპოზიტის ფორმირებისას ბოჭკოები როუინგის, ქსოვილის ან მათქლის სახით აერთიანებენ ფისთან. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ხელით დადება და ის ასე მუშაობს. ფორმა იფარება გამანთავისუფლებელი საშუალებით და მასზე ისმება გელ-კოუთის ფენა, ანუ პიგმენტირებული ფისი დასასრულებლად. შემდეგ ბოჭკოები ხელით თავსდება და ფისით იჟღინთება, რომელიც კატალიზდება მეთილეთილკეტონის პეროქსიდით, რომელიც იწყებს გამყარებას. გამყარება ხდება თერმოაქტივირებული პოლიმერიზაციით, რის შედეგადაც წარმოიქმნება მყარი სამგანზომილებიანი ბადეები. ექსოთერმული რეაქცია ათავისუფლებს სითბოს 100-დან 150 გრადუს ცელსიუსამდე. და მისი კინეტიკა მიხვება არენიუსის მოდელს, როგორც ეკრანზე მოცემულ ფორმულაშია ნაჩვენები, სადაც K არის რეაქციის მუდმივა, AE არის წინასწარი ექსპონენციალური ფაქტორი, EA აქტივაციის ენერგია, R გაზების მუდმივა და T ტემპერატურა კელვინებში. ავტომატიზებული პროცესები, როგორიცაა პუტრუზია პროფილებისთვის და ფილამენტ ვაინდინგი ცილინდრული აუზებისთვის, იყენებენ კონტროლირებად დაჭიმულობას ბოჭკოების გასასწორებლად და მიმართულებითი სიმტკიცის მაქსიმიზაციისთვის. ეხლა, რატო არის მინის ბოჭკო ასეთი გამძლე? პასუხი მდგომარეობს კომპონენტებს შორის სინერგიაში. ბოჭკოების სტაბილური SiO-Si კავშირებით, ანუ სილოქსანის ხიდებით, უძლებენ დაჭიმვის დატვირთვებს. მისი სიმტკიცე იზრდება ბოჭკოს დიამეტრის შემცირებასთან ერთად, რადგან ზედაპირული დეფექტები მცირდება.
ხოლო PC გადასცემს დაძაბულობას ბოჭკოებს შორის და უძლებს შეკუმშვას. ბოჭკოსა და PC-ის ინტერფეისი, რომელიც გაძლიერებულია სილანით, ხელს უშლის დელამინაციაციას ან ფენის აცილებას. მიკროსკოპულად, როდესაც დატვით რომ გამოიყენება, ბზარები ვრცელდება PC-ში, მაგრამ ბოჭკოები მათ გადაჰყავს სხვა მიმართულებით, რაც ცნობილია როგორც ბზარის ხიდის მექანიზმი და ენერგიის გაფანტვას იწვევს. და სად გამოიყენება მინის ბოჭკოები? მისი გამოყენება საკმაოდ მრავალფეროვანია. გამოიყენება ავტობუსების კორპუსებში, საწვავის აუზებში, ნავის პროპელერებში. ეს იმიტომ, რომ მასალის სიმსუბუქე ანცირებს ენერგიის მოხმარებას. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ქარის ტურბინების ფრთებში, ანტიკოროზიულ მილებში წყლისა და ქიმიკატებისთვის, ასევე სერფინგის დაფებსა და თევზაობის ჯოხებში. ზომადი მონაცემები ხსნის მის უპირატესობას, რადგან მასა აქვს დაახლოებით 2 გრამი სიმკვრივე 1 კუბურ სანტიმეტრზე, მაგრამ სპეციფიკური სიმტკიცით, ანუ სიმტკიცე განისაზღვრება სიმკვრივით. 10 ჯერ მეტია, ვიდრე ნახშირბადოვანი ფოლადი და ამასთანავე აქვს შიდა ელექტროიზოლაცია. და როგორ შეედრება მინის ბოჭკო სხვა მასალებს? კარგი, მინის ბოჭკო უნიკალურ ნიშას იკავებს სტრუქტურულ მასალებს შორის. ის აბალანსებს თვისებებს, რომელსაც მეტალებები და სხვა კომპოზიტები პირდაპირ ვერ იმეორებენ. ნახშირბადოვან ფოლადთან შედარებით, მას აქვს ფოლადის სიმკვრივის მეოთხედი. გარდა აბსოლუტური კოროზიის მიმართ მდგრადობისა, რაც გამორიცხავს საღებავების ან გალვანიზაციის საჭიროებას ზღვის ან ქიმიურ გარემოში, თუმცა მისი ელასტიურობის მოდული 5 ჯერ ნაკლებია ვიდრე ფოლადის, რაც ზღუდავს მის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც უკიდურესი სიმყარეა კრიტიკული, მაგალითად ძალიან გრძელი შუალედის მქონე თაღებში. ალუმინისთან შედარებით ინარჩუნებს ანტიკოროზიულ უპირატესობას და მოცულობის ერთეულზე მისი ღირებულება 30%-ით ნაკლებია. თუმცა თბო და ელექტროგამტარობაში ჩამორჩება, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი სითბოს გადამსვლელებსა და ელექტროკომპონენტებში გამოსაყენებლად. კარბონის ბოჭკო თავის მხრივ სპეციფიკურ სიმტკიცეში აღემატება მინის ბოჭკოს. თუმცა ღირებულების მხრივ მინის ბოჭკოს ჯობია, რადგან კარბონის ბოჭკო დღესდღეობით ღირს დაახლოებით 15-დან $150 კილოგრამზე, ხოლო მინის ბოჭკო 1-დან $5 კილოგრამზე. კერძოდ ისეთ გამოყენებებში, როგორიცაა ქარის ტურბინები, მინის ბოჭკო დომინირებს ღირებულება სიმტკიცის ბალანსის გამო, სადაც ის უძლებს ციკლურ დატვირთვებს, რაც კარბონის ბოჭკოს 80%-ს შეადგენს. მაგრამ მხოლოდ ფასის 20%-ად. ხოლო ქიმიურ აუზებში მისი ინერტულობა მჟავების მიმართ აღემატება მეტალის შენადნობებსაც კი, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი. მე მაგალითად ვამზადებ პროექტს ქიმიური ქარხნისთვის, რომელიც ნიკელსა და კობალტს აწარმოებს. და პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება გოგირდმჟავა. და რადგან ქიმიური ხსნარების შემადგენლობა უკიდურესად მჟავაა, მილების, აუზების და თუნდაც დამცავი აუზების საფარის დიდი ნაწილი მზადდება მინის ბოჭკოსგან, მისი დაბალი ღირებულებისა და კოროზიის მიმართ მდგრადობის გამო. მუდმივი ნაკლი რჩება გადამუშავებაში, რადგან განსხვავებით მეტალის კომპოზიტური ბოჭკოებისგან, ფის სჭირდება რთული თერმული პროცესები გასაყოფად, რის შედეგადაც მხოლოდ 50-დან 70%-მდე მინის ბოჭკო იბრუნებს, რაც ასახავს მასალათმცოდნეობის საუკუნოვან ცოდნას, სილიკას კონტროლირებადი დნობისგან ინტერფეისების ინჟინერიამდე. მისი საიდუმლო მხოლოდ დედლეულში არ არის, არამედ მიკროსკოპულ ინჟინერიაში, რომელიც სიფაქიზეს სიმტკიცედ აქცევს. როდესაც მდგრად ფისებსა და ეფექტურ გადამუშავებაზე მუშაობთ, ეს მასალა განაგრძობს განვითარებას. ეხლა ის არა მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი, ინდუსტრიული ინსტრუმენტი, არამედ როგორც წრიული ეკონომიკის ნაწილი. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ ახარ გამოწერილი და ალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. აბა როგორ ხარ? ოდესმე გიფიქრია, რამდენი ქიმია და ფიზიკა დევს იმ კატერშიც ან ქარის ტურბინის ფრთაში. რომელი სხვა მინის ბოჭკოვანი მასალები იცი? დაწერე კომენტარებში, მინდა ვიცოდე. აქ გვერდით არის 2 საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართოვო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყვარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, უბრალოდ დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.